გაუმარჯოს. დალაგე. რა ფერ ხარ? გადარჩა. მე მასწავლის მე მგონი. არა უშავრა დილას. ეს რა? ეცები ჩავშურთო. არა უშავრა დილას, იმიტომ რომ ძირითადად მოღრუბლულია და კაია. რა? არა, გასქელდა და გადავაგდე. შენ გინდოდა? არა, ბარბარე ხმარობდა და დედა უტირე. გავიცალე თვისა შორე როგორც იქნა მანიკური. სანამ აქ ვზივა და რა კაია საჭმელი არა გასაკეთებელი. და სანამ ჩამოველი, სანამ გავიღვიძე ქალბატონმა, ახალ პატარძალივით, სულ დალაგებული მქონდა კუთხე კუნჭული ნანის. ეზო, მაგიდები. ჭურჭელი გუშინ მე ქალივით დავალ, არ დაუტოვე დედამთილს. დავასუფთავეთ. ისეთი კარგი იყო. აქ არ გავშალეთ, ეს მაგიდები ავიტანეთ შუა ეზოში, იმიტომ რომ აქ იმდენად მიავია რუბერავს როგორც შუა იმაში. გავშალეთ იქ და ღამის მგონი 2:30 იყო, რომ დავიშალენთ, ანუ დავიშალენთ რა. ჩვენ ვიყავით, დამრჩენები ვიყავით ყველანი, ჩვენ ვიყავით და ნანი და ბიძინა. ბავშვები სუდაბლა იყვნენ და ისე კარგად ვიჭორავეთ, ვიღუნეთ, ვიხუხუნეთ და დავიშალენით 2:30-ზე გაუშალე საწოლები, აბა მე ვთხარი ჰაიდა ეხლა. და მეც გემრიელად დავიძინე, ოღონდ მანამდე კამპოტიც გავაკეთე გულში, სანამ ჩვენ აქ ვიზღედით და ჭუკჭუკობდით, 6 ბანკა კამპოტი გამომივიდა მალინის. ხოდა. ჭურჭელი სუმოვჩი გულში. სანამ ჭორაობდნენ, სანამ რაღაცა. გავედი ბოლოში. როცა წავს ვიყავი ექიმთან. მაგრამ არ წავედი. იმიტომ რომ მარშრუტით აღარ უბედავ. რო წავიდე. არანაირ სული აღარ მაქვს რა, იმიტომ რომ ის კი არ უირა. არა. ანუ მაინც. გადავდა წავიყვანე ლაშას. მანქანით. მაგრამ ლაშა ყოველთვის რო ერთი ჭიქაც რო კონდეს დალეული, არ არსებულია რომ მანქანაზე დაჯდეს. არ არსებულია, მithumetes თბილისში. თბილისში თორე ხა წავიდა. აი ხო მივამოვა. ანუ პახმელის ამბავი რა. არასოდეს არ აჯდება, არც ნასვამი ხო არ აჯდება, მეორე დღესაც არ აჯდება, ანუ არსად არ მიდი. ხო და კაი თქო. 4 შაბათსაც არის ექიმი და 4 შაბათს წავალ, ანუ არ არის დაგვიანებული შეიძლება. გადავდე ძალიან მაგრად მეზარებოდა მეც და გადავდეთ 4 შაბათს. 4 შაბათს გავისეირე. მე მგონი მოვჩიჩილები. თან წავისვა ვისევ რომ ესა კარგად იცავს რა მანიკური ჭხილს. ნინო ჩამოუვარდა მაგმაც ივარს კარები რა კიდე უნდა გააღო? ჯერ 2 საათი ღია და მე კიდე ღია და ღია. რა ცარილა ბოთლიიდო მაცივაში? აუ მე წვენი მანდარი თუ აქ არის? ესეც ესე მე მგონი ოდნავ მოვიკლიბე, ოდნავ. ეხლა შევჭამ საჭმელს, რადგან არაფერი არ მაქვს გასაკეთებელი. ავალ მაღლა მივალაგებ, მოვალაგებ და ბორჩა. ყავა დავლიე.
ბიძინას ვერ ჩამოუსწერდა სული იყო და ნანი ყავას არ სვავს. ანუ კი შევთავაზე, მაგრამ აი მარტო მდავლიე მაინც. მე მგონი მეყო. შეგვიძლია მანიკური წავისვათ. წავისვა რომ ისა ქვაბიმა გასახეხი. იმის კაპოტი რო გავასტერილე მაგის და ნინო ის რიჟა მაღლა? ნენელა კუნუტებს ეჩვევა ჩემი ვაჟბატონი. ხო და აი ესენც კარგებია ის რაღაცები, მაგრამ აი ეს ოვალურ ბოთლში როა ეს კარგად ხმარო. რამდენი ლარი მივეცი? 2 ლარი ალბათ ბაზრობას. მართლა კარგები. ოღონდ ეხა კარგად ბლომად მაქვს გასაახლებელი. ისინი მანიკურები. კამოდზე შემეკითხეთ გუშინ იდე თუ არა არ წავსულვართ. სად ვიყიდე ზუსტად არ ვიცი ეგ ჯერ და მე იქნებ მე გავკრათ უცბად და ვიყიდოთ. აი იმაშიც კი არის ონლაინ აი Facebook-ზე მხდება ხოლმე, მაგრამ ვიზუალურად კი წერია ზომები, მაგრამ ვიზუალურად ვერ აღვიქვავ უჯრის სიდიდეს, სიღრმეს და თავს ვიკავებ გამოწერისგან და რომ ასე ვიყიდო და მომიტანო. ანუ მინდა რომ ვნახო. კაიფერია. ხო და ეგ გამაქ რა საყიდელი და რა ვიცი როდის ვიყიდი არ ვიცი. ყოველ შემთხვევაში საჩქარო არ არის უი და რაღაცა ხა მე როსტოზე ლაშამაც იყიდო შეიძლება. იცი რის მიხედვით ვიყიდი? აი ბოლო ამთვის ბოლო სეხოსკოპია მეკუთვნის და ალბათ მეტყვის აი მეთქი დავადე. ზუსტ იცი დაახლოებით მიახლოებით ზუსტ ციფრს რა. ხო და რამდენად უნდა ვიჩქარო, მაგაზე იქნება დამოკიდებული. ვაიმე ეს ბავშვი რომ მიყვარს ძალიან. ბაღში იყავი ბავშვებთან დედი და მე აღარ გინდოდა ბაღში ყოფნა? არა, ვაიმე რაღა ქნას და დედამ გამოიყანა. ჩემო ცხოვრება. ჩემო მახინჯო. დედას დაჭკეტილო. ვაიმე გამხმარ კურტუმიანო. ჯერ ვერ გავასუქე ხალხი ისე გაუბედურებული დადის. უბრალოდ ძალიან ერთი ბეწვა და ძალიან ცხოვრება. ვის უყვარს ეს ბავში? დედას ნენელა ეჩვევა ეზოს, ხვდება რომ არ უნდა გაძვრეს იქ. ასე რომ ცოტა ხანს და გამოვა ვაჟბატონებთან, კუნტებსაც დაუახლოვდა სავით, ალაგ-ალაგ. ესე წოტეს წაუთამაშებს ხოლმე. ხო და ნენელა გაუმართავ ქოხს მაგიქ და იქნება გარეთ. კაკი ბავშვია, ძალიან კაკი ბავშვი. ეხა მინდა საზამთრო. გუშინ ბიძინა მომიტანა ყველი. და საზამთრო და ყველზე ვგიჟდები, ძალიან მიყვარს და ყველი მქონდა ხო და ის ქარხნულები რო არა, ის ძალიან ბლაშე როა ხო ის ეგეთი ცხვრისა და ღორის ნაზავია და ისა მამიდა მოგწერ მამიდა ხლავ. ხო და ისა იმდენად არ მოუხდა. კიბჭამე ვარ იმდენად ვერა და ეხა ის მეორე ყველი მაქვს და ეხა საზამთროს დავჭრი. მაგისთვის ივანე აი მე რა ძალიან წარეთი კმინებიან ეს ბუზები ღმერთო ჩე ყოყო ხო არ ამკმეს მაგრამ ბუზი მოუბედურე. ივანეს ვეტყვი გამომიტას და დავჭრი. დაიდო მათემატიკის პასუხები. ოღონდ როგორ დაიდო იცით? ნუ ნიმუშები ხო დადეს თვითონ და მე მასწავლებლებმა გააკეთეს პირველი ვარიანტიც, მეორე იმას ვამბობ მათემატიკას
და ისე მწარეთ მეკმინე ხელი უგავისო. ხო და ერთი რო გამოვიდა იქვე თქვა რომ ერთქულიანიო შეცდომა მაქვს უეჭველიო. და ეხლა რო ნიმუშები დაიდო და გადაამოწმა, ანუ არ დაუფიქრდიო და აი მეგონა ვერ მოვასწრებდიო მოკლედ რომ დაუფიქრებული ყავი რაღაც. ანუ ქულა არის 51 მაქსიმალური. ყველა ტესტი რო გააკეთო 51 ქულა საიღებდი და 50 მისაო და წეღან დაჯდა კარგად კიდე ის და ერთიც აგვაქვს შეცდომა მე მგონი ან ორქულიანი ან სამქულიანი. ანუ ან 46 უნდა იყოს ყველა ვარიანტში, ან 47 მათემატიკაში. დანარჩენი რაც იქ უწერია მასწავლებლებს ამოხსნები, იგივეა ამას. და მაინც ნახოთ. ნინო, შენთან უნდა, ნინო. მანდრო შეხველი ტირის, აგე? ხვლიკი. რო შეხველი მოვიდა კარებთან და ტირის. რა გაქვს მან შეტანილი საჭმელი? მწვადის არაფერი არ დაუგდო. იცი რა ქენი? პური დაადე მწვადს და ის დაუგდე პატარა. თვითონ ღორის ხორცი არ დაუგდო. ხო და რაღა დარჩა დღეს არის 13, ხო? აი ორ კვირაში მოვა რა დაახლოებით ედებ პასუხები. ორი კვირიდან უკვე დაიდება ნენელა. ჩვენ უფრო ქართულიც გაინტერესებს, რაზეც ინერვიულა პასტამ რო გაუჭედა. და იმის მერე უკვე მომზადებულები წაველით ცოტა არ იყოს პასტის მხრივ და მაგ ხელის მხრივ რო ფურცელს აუფლიანებ. მე მგონი ყველგან წავის. ეხლა ცოტა ხანი დავყინდები, რომ არსად არ ავთხარო. და მაგრად მაინტერესებს რა ეს მათემატიკის რაც ახსოვდა პასუხები ყველა დაემთხვა და აი ამაზეც დიწეღა რომ ხსნიდა და აი ერთი წუთით რო დავკურებულიყავი ხო შეიძლებაო მაგრამ არ უშ რაც არის ეგარი აი მე კრუხი გამოუშვი ხალხო და აბა მე მგონი ეგ წიწილებით ჩემი დასაზრდელები არიან ერთი წამით აბა გავიხედოთ ეს ფერი მიყვარს ან დიდად არ ყვირის და კრუხი რომელი ხართ მანდედან აი მე წიწილები აღარ არის შენ ხარ კრუხი შვილო და ბავშვები სად აყავ ვერ არის ეს ხალხო აი მე ტუპისთან არიან მე მგონი ტუპი ეს სოყრლები არის ეგ შეხედეთ 2-4-6-8 აი მე ლაპატალები ხარ ჩემო ლამაზებო ესეთ პატარებს არასდროს არ უშვებ ხო მაგრამ არის დებიან იაპონკები არიან რაღაცას ქეკავენ ხა თავიან ჭკვაში სხვათა შორის ეს ბავშვები შენები არიან და მე არ დამიჩენია მოდი აი მე როგორ მიკაკა იცი შენ ძალიან მიკაკა გოგო ძალიან მიკაკა ეს არის თემუს ინკუბატორის გაბოჩეკილი და სხვანაირი დამოკიდებულება აქვს ჩემთან არც გამიბის აი მე მანიკურები კი მაქვს ხა ახალი წასული მაგრამ შენ რო ჩაკუწნო არ მიყო რა გავაკეთო ჩემი შავკალა ხარ შენა ძალიან მიკაკა იცი ხო მეც მიყვარხარ რა სიძახი არ გადაბრიე ვაიმე წადი ბავშვები წადი ბავშვები არიან იქ ჩემო ლამაზი წადი დედას პატარა დედაკაცი წადი შენ შვილებთან წადი ბავშვებთან მიდი აგე ბავშვები მიდი კრუხი ხარ ხო არ დაგავიწყდა შენ ახარ კრუხი შვილო წადით ბავშვებთან მაყალ კაცო ვერ უპოულობ ბუე ფისო რა დღეში ხარ შვილო რა არის მე რა უყვამ ბავშვს რა საკეთებ აქ ნადირო დღეს ის არ გამოჩენილა სად არის გაწეწილი დედას გული
საჯანდაბაში. ამა კრუხს ხوار შევწირე ჩემი ფჩხილები. არა. გაწეწი, აგესა დაგდია. აქ მაგისი ადგილია შეხედეთ. ეი. წეწილ. სად ხარ? ფისო. სუკანო. აი, გუში როგორ ვიქალი. ეს გაცივდა. ეხლა მას ამოვატრიალებ და წავიღებ მარანში. კარგად ბლობად გამომივიდა კამპოტები. წყალი აღარ მოდის. აი რა უნდა განახოთ, სულ მინდა ხოლმე რომ განახოთ. პრინციპში რა ეხლა თვითა იმაში კარგად ეტყობა ხოლმე. გამჭვირვალე ჭიქაში. რა არის? მიეცი პური? კაი, მაშინ დასვი დაბლა მე მივხედავ. ჩვენ აგვაქვს ასეთი წყალი. უყურეთ. ბავშვებსთან მივიდა დედა. ხა უყურე. ეს ღვასხია, ჩვენ აგვაქვს ესეთი სპეც წყალი. წყალსას ვავს. დაიცა უწიო რომ ბოლომდე იყოს, აუწიო. ვეღარ უდგები. აკე? ნახე. მოდი ცოტაც. გეყოფა. წყალი დალეული გაქვს, გენაცვალ, გეყოფა. აჰა, ეს წესი. ეგრე. მეცამში რა დაგიმალოთ და. დედას ლამაზო. გააბრაზე ნინო. ჰა? რატო გააბრაზე ნინო? იცის რომ ხულიკი როგორ მიდის, იცის რომ იქ ნინოა. ხვანა. მომხედე? რა? მოდი დიდი, მოდი. რა, ბაბა უთხარ. ხალხს უთხარი რა გინდა? იქ თაქსაკრე. მიყვარხარ. ბავშვტირის. მოდი ხო, კაი, მოდი. ბავშვტირის რა ვქნა. რეპეტიციას გადიან. ბავშვტირის მივაჩეჩე. მაინტერესებს პატარა რამდენ ხანში მივაჩეჩებ ეგრეს უყოლას. ტირის წაიყვანეთ. ბარბარე მითხრა, არა, კაია, ყველაფერში მოგეხმარები, მაგრამ არის ტიროს ხოლმე რა ღამეო. მაგან არის ეს ღამე რო გავაღებ კარებს და თლაშან მაგის საწოლში. რაც უნდა ის უქნიათ. აბა გამიშრეს რომ ჭამომით შეჭმელი და ავიდე მაღლა, ავალაგო საწოლი და ერთ წვრებს გამოვუსმევ მარტო. მოდი შილაკი გავიკეთოთ, ალაგ-ალაგ ეს წავისვათ. ესეც ესე ხალხო, ესეც დღევანდელი დღე. ეს ალბათ ესე გავსტანთ დღევანდელ დღეს, არ ვიცი შეიძლება მე პურის ჭამა გქონდეთ ბიჭებს. ზოგადად დღესასწაულის მერე მithumetes მარხვა რო გავა ხოლმე და რო გამხსნილდება ხოლმე და რაღაცებს რო გავამზადებთ ხოლმე. მარტო იმ დღეს არა, მეორე დღესაც ბავშვი გამოვიდა. მეორე დღესაც მიირთმევა ხოლმე. ხდება მაგრამ რაღაცა ხო მიუყვანა და ისე წინაზე რო გველი მიუყვანა და შესალოცებით ახსნე. ნახშირს ვალევინებდი. აბა რა ხდება მანდ? ბავშვებო. სად არიან პატარები? იმედი არც თაგვი გაქვს და არც გველი მანდ. ხო არაფერი მოიყვანე? ჰა? არა, კარგი ბავში ხარ. აი მე ეს არის ცხოვრება, შეხედეთ. შეხედეთ რა. შეხედეთ რა საყვარელია.
დედას ლამაზო. ეს არის ბიჭი. ცოტაც რო გაიზრდება, ეს ბიჭი მიდის შავნაბადას მონასტერში. ის მზუქანი ეს. თორა წაიყვანს ჩემი მამიდაშვილი წაიყვანს მონასტერში. და არც მენანება ისე ვუშვებ, იმიტომ რომ ვიცი რომ როგორ მიხედავენ მამაოები და ასე რომ მეც მომიწევს ხოლმე ჩასულა და ნახავ ჩემს შვილიშვილს. აბა თქვენც ხახო ბედნიერი დღე ყველას. ალბათ მე კიდე შემოგიერთდებით, რადგან ადიელა დავამთავრე, შეიძლება რომ ჩალაგების პროცესიც დავიწყოთ. თორენა ეს კოცნა პირადად შენი იყო, იმიტომ რომ ვიცი რომ ნერვები გეშლება ხოლმე. კარგად ხახო, მაგრად ყველას გკოცნით. აი გუში რა ვჭამე. ვის უყვარს ნევრის მწნილი ახლა გამოტყდით. ამისთვის მზად ვარ გარეთაც დამაძინონ. მაგრამ ყველა ვჭამეთ. კარგად.